Am დროისათვის თბილისის მასშტაბით 41 ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ დიდუბის რაიონში ყიფიანის ქუჩაზე მყოფმა დედაქალაქის მერმა განაცხადა. დავით ნარმანიას თქმით, თბილისის 10-ვე რაიონში გზების ფრაგმენტული შეკეთებებიც ხორციელდება, რაზეც ჯამში 1,5 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. თბილისის მერი ასევე აცხადებს, რომ გზების რეაბილიტაცია მომავალ წელსაც გაგრძელდება, ამ მიმართულებით კი 60 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. აგვისტოში ვნახეთ რამდენიმე ძალიან პრობლემური ტენდერი, აქედან გამომდინარე მოგვიწია სატენდერო პირობების შეცვლამ და შემდგომ მოგვიანებით დაწყებამ, თუმცა ტემპი საკმაოდ ინტენსიურია და ვიდრე ამინდები მოგცემ საშუალებას მაქსიმალურად მოვაწესრიგებთ არსებულ გზებს. მომდევნო წელს გაცილებით მეც ვითვალისწინებ გზების მოწესრიგებისთვის, ვინაიდან ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ მდგომარეობა გზებისა როგორც წესი უარესდება, აქედან გამომდინარე ადრე გაზაფხულზევე დავიწყებ საგზაო სამუშაოებს, სატენდერო დოკუმენტაციას მომდევნო წლის სამუშაოებისთვის უკვე ვამზადებთ.